შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მზად არის ბათუმი დაუვიწყარი საღამოს მოლოდინშია. 2500 სტუმარი ბათუმის პიაცასთან შეკრებას 2 საათში დაიწყებს. ის კი ვინც ბათუმში ჩამოსვლა ვერ შეძლო, გრანდიოზულ კონცერტს პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ზე უყურებს. ბრიტანელი ვარსკვლავი ბათუმში 2 საათზე საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა. პიაცაზე ქართველი მაყურებლის წინაშე სტინგი თავისი მეგობრის კრის ბოტის ტურნეს ფარგლებში იმღერებს. როგორც ბოტიმ ჟურნალისტებს განუცხადა 16 გრემის მფლობელი სტინგი კონცერტისთვის საგანგებოდ ემზადება. ის რომ ქართული აუდიტორია განსაკუთრებულია, ამაში ბრიტანელი ვარსკვლავი სწორედ ბოტიმ დაარწმუნა. ბედნიერი ვარ რომ ჩამოვედი კონცერტამდე ძალიან დიდი ემოცია მაქვს. პატივია დღეს ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა, რაც შეეხება პროგრამას. მოდით ეს კონცერტამდე არ გავახმაუროთ. სტუმრებისთვის ჩვენ ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული. სტინგი და კრის ბოტიც აცნობიერებენ თუ როგორ მსმენელთან აქვს საქმე. და როგორ ქვეყანასთან აქვს საქმე, ეს არის პოლიფონიის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს, რომ მათთვისაც დიდი პატივია ეს მათგან ვიცი, აქ ჩამოსვლა და ქართული მსმენელის წინაშე გამოსვლა, მსმენელისა, რომელმაც ნამდვილად იცის რა არის დახვეწილი გემოვნებიანი ხელოვნება. 59 წლის ბრიტანელი მომღერლის აპარტამენტების სასტუმრო შერეტონის ერთადერთ პენტჰაუსში 21 სართულზე მდებარეობს. მომღერალი სასტუმროში უკანა შესასვლელიდან ისე შეიყვანეს, რომ კამერებს არ დაეფიქსირებინათ. თუმცა ჟურნალისტებმა ბრიტანელი ვარსკვლავის გადაღება მაინც შეძლეს, როცა სტინგი სასტუმროდან პიაცას მოედანზე სარეპეტიციოდ წავიდა. ბათუმის პიაცაზე რეპეტიციისთვის სტინგი დაახლოებით 5:30-ზე მივიდა. მანამდე კი რეპეტიცია თავის ბენდთან და ქართულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კრის ბოტიმ გაიარა. ერთობლივ რეპეტიციამდე სიმფონიური ორკესტრი გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. საყვილი ულამაზესი ინსტრუმენტი არის. დარწმუნებული ვარ მუსიკის მოყვარულს ყველას მოწონს საყვილის ჟღერადობა, მისი შესაძლებლობები. კრის ბოტი არის მუსიკოსი, რომელსაც ძალიან ლამაზად შეუძლია და ძალიან ვირტუოზულად დაუკრას, შეასრულოს ნაწარმოებები და რავი, ძალიან მაგრა ისე ამონებს ყველა. დარწმუნებული ვარ ამ კონცერტზე. ამ საღამოს დირიჟორსა და აუდიტორიას შორის იქნებიან ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ბათუმის და საქართველოს ისტორიის ერთი განსაკუთრებული დღე. მე ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელზეც მე ვსაუბრობ, ერთობლიობაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი, რაც კი მე ჩემს სიცოცხლეში მეხსოვნება. კრის ბოტი ორკესტრის თანხლებით ყანჩელის მელოდიებს დღეს უკვე მეორედ დაუკრავს. ცნობილი მესაყვირე ბათუმში წუხელთ ჩამოვიდა. მან დღევანდელი დღისთვის რეპერტუარი სპეციალურად შეარჩია, თუმცა იგი საიდუმლოდ დატოვა. მეგობრისგან განსხვავებით სტინგი საქართველოში პირველად დაუკვე. ცნობილია, რომ სტინგი ბათუმის პიაცაზე 5 სიმღერას შეასრულებს. ცნობილი მუსიკოსების დასახვედრად ემზადებიან სასტუმრო გალუგრეშიც. აქ საგანგებოდ სტუმრებისთვის საკონცერტო კულისებია მოწყობილი. ორგანიზატორები ვარსკვლავების მოთხოვნების შესრულებას მაქსიმალურად შეეცადნენ. სტინგს ესეთ მოთხოვნად, თქვათ არ უწერია, მაგრამ სურვილი აქვს, რომ თქვათ მის მოსასვენებელ ოთახში, სადაც ახლა ვიმყოფებით, იყოს რაიმე ყვავილი, ან ქოთანში მცენარე და უმზადეთ მას. სამსახიობო ოთახებში კერძებს მათ არ ვახვედრებთ, მაგრამ იქნება ბევრი ტკბილეული, მათ შორის ჩურჩხელა, იქნება ბევრი ხილი, ქართული ღვინო, სხვადასხვა სასმელები და ასე შემდეგ. კონცერტის ორგანიზატორებმა ბათუმის სტუმრებს კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადეს. კუბური ჯგუფი მუნდო ლატინო ზღვისპირა ქალაქში 2 დღით ჩამოვიდა. პირველი კონცერტი კუბელებმა უკვე გამართეს კლუბ Take 5-ში. ლათინურ ამერიკული მუსიკის მოყვარულებს მათი მოსმენა ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტის დასრულების შემდეგაც შეუძლიათ.